დავბრუნდით ჩვენ. ეს ვინმე ეთერში შედის, ბრუნდება ესე ვინმე ეთერში. დავბრუნდით. ოი გაცალე რა. გაცალე, მისგაიკო. ღუმელში ცხება, იბრაწება და ლამას ფერზღებულობს უკვე ქათამი, რაღაცა, ბევრი რაღაცები და აი ბოლოჯერ შეგიძლია თვალის შეავლოთ ინგრედიენტებს, იმიტომ რომ ახლა ახალ რეცეპტზე გადავალთ. ბოლოჯერ თვალის შეავლოთ, თუ მოესწარით დესერტ, რა გინდა რომ ვერ გავიგეთქე, ბოლოჯერ შეავლეთ თვალი დესერტს. იმიტომ რომ დესერტის მე იმას უნდა გადავიდეთ მე. ვით მოასწრო და ბოლოჯერ თვალი შეავლოთ ჩვენს მენიუს და ეხლა გვიყურებს. ვინც მოესწრება. ვის ამ მენიუს ვერ მოესწრო? აი ახლა იქნება. კარგი, საკმარისია ახლა, მართლა არ ეგონა ხოლმე რაღაცა. კარგი, გავაგრძელეთ? რა, დიახ. ნინო მე ხარ აზეს ისაუბრა ის ყველაფერი ჯერ კიდე ღუმელშია და აუცილებლად მოვესწრებით. ეხლა ვაკეთებ ახლა რა. ეხლა ვამზადებთ ვაშლის ღვეზელს. ოღონდ რაღაცნაირს. ოღონდ ხო, ისეთნაირს ცოტა რა. ისეთნაირს. აი, რო შეჭალა იტყვი რომ ეხლა მოვწევო რა, ისეთი. ძალიან მარტივი მოსამზადებელია, მე თუ დესერტი შემიძლია მოვამზადო, ყველა შეგიძლიათ მოვამზადოთ. ბევრი ინგრედიენტიც არ ჭირდება, ეს უმარტივესია მართლა მე აბა მასწავლე მე მინდა უმარტივესი ვაშლი. უმარტივესია და არის საკმაოდ იაფია. ანუ არაფერი ისეთი ინგრედიენტი არ ჭირდება, რასაც თქვათ სულ არ არის იაფია. კი, იაფია. ნუ დაი. თუ გახსოვს. გეხვეწები, ნუ დაი. არა, მართლა მაინტერესებს. ნუ ბავშვი საფრთხე ყოველთვის არის. ხო. ბავშვი თუ არის სამი, დავიწყეთ. ჭირდება ცომი. ხო, ჯერ ვაკეთებთ ცომს, მერე გვერდზე გავაკეთებთ კრემს და კიდე ვაკეთებთ გულსართს. ანუ გულსართი არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ვაშლი არის ცოტა ლიმონის წვენთან და ვანილთან ერთად. ამოსვრილი ვაშლი. ვაშლი ანუ დაჭრილი? არა, აი ესე დაჭრილი ვაშლი, ჩვეულებრივ დაჭრილი. ხო. გვინდა ცომი და გვინდა კრემი. როგორ მზადდება ცომი? ზუსტი რეცეპტი უნდა დავწეროთ. არის უფრო ხო, თუ დაიღალო შემიძლია შეგწოვო. დესერტის რეცეპტია. არა. 300 გრამი ფქვილი გვინდა. მე საზომად ამ ჭიქას ვიყენებ ხოლმე. 300 გრამიანია? ეს არის 200 გრამიანი. რამდენი დამილევია გუშინს? 200 გრამიანი ეს ჭიქა, თლილი. ამ ჭიქით ვავდი რამე? არა, მაგრამ ეგეთი ჭიქები კარგია ღვინისთვის. ამ ჭიქით რა უნდა დავიღო? არა, ვერიკო პატარები ცოტა ეგეთივე თლილი. ხო, ვიცი. კი, მაგარი ჭიქებია ეგენი მეც მოყვარს. ესე იგი 2 ჭიქა და კიდევ ცოტა რომ გამოვიდეს 300. 300 გრამი ფქვილი. შემდეგ 0.5 ჩაის კოვზი მარილი, წიკვი, იგივე. ანუ ეს არის ნახევარი იმისი რა ქვია, ჩაის კოვზი მარილი. ესე დაწერე. დაახლოებით 1/9 ჩაის კოვზი. გამაფხვიერებელი, რომელიც ყველგან იყიდება და რაღაც 10-11. ხო, იყო დრო რომ არ იშოვებოდა, ვერ იყიდდი და ახლა მართლა ყველგან არის კი. რამდენი? 1/9 ჩაის კოვზი. 1/9 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. სუფრის კოვზით 3 სუფრის კოვზი შაქარი. მეტად კარგი რამ არის. ოჯახია. მერი პოპინსიდან არის. 3 სუფრის კოვზი შაქარი. ნინო შეამჭიდრო. 100 გრამი არაჟანი. ეს იქნება 100 გრამი. ახლა, არა, ცოტა უნდა კიდე. თქვენ ავწონოთ 70-80. ერთი სავსე სუფრის კოვზი არაჟანი. გადავსებული, სადაც 100 გრამი რო იყოს. ცედრა, ლიმნის ცედრა. არ უნდა ეს ერთ სავსე არ უნდა, მართლა, ყველა დიასახლმა იცის 100 გრამი რამდენია. დახეხილი ცედრა. დახე ხო? არა. ეს ცედრა ამ ძალიან ტრაქეთი კარგი ყლება არის. რა. დატია დაბლა ცოტა. ლიმონისაც და პორტოხლისაც. კი, ძალიან ბევრ ხდება, რამეს ხდება, კრემს ხდება, სალატ, ყველა ყველანაირი სალატებს ხდება, კი. ეს ლიმონი საერთოდ ხერი რამეა. ლიმონი და პორტოხალი, ხო, რა შეიძლება რომ არ მოუხდეს ლიმონი, მე არ ვიცი მართლა. კი, რა. ნუ კაკლის მურაბა და ლიმონი არა ალბათ მაგრამ. კი, ლიმონი მაგასაც კი უხდება. როგორ არა, მურაბაში დებენ პირდაპირ. აი ხინკალი ლიმონი. 100 გრამი კარაქი გვინდა, ეს 200 გრამიანი იყო და მოდი ეს. აი ეს ლიმონის გამოვა ესე, ხო ესეთი სუყე, არა? დესერტია. ეს არის თარიქნება ცუდი. ეს არის ცომი. ეხლა ეს ყველაფერი უნდა აურიოთ. ორჩოცო. გულიდე? გინდა აურიო? ო, აბა, რითი? იმით. ხელით, რითი? არა, გაგიზა? არა. მაშინ არ მინდა. რო გადმოისხება, ჯობია გავაკეთოთ ხელით. ის ხო გვაქვს? აი ეს. არ გვინდა არა, ხელით. აი, მაშინ არ მინდა. ძალიან თერაპიულია. კარაქი ცოტა შემღვალი იყოს, ცოტა, რა გემართება აი თერაპია, რა გულისხმობ? დუნდები? ხო, აგრესია მიდის, რაღაცა ის არის. მე რო გამეკეთებინა, წარმოიდგინე ხა.
აი რა გავაკეთე? კარგია და კარგი. არაფერი რთული მართლა ამაში არ იყო. არაჟანი, ლიმონი, კარაქი, მარილი, ფქვილი, შაქარი. ხო, არა, მართლა ის რო იცი რა, პირველი გაკეთება არის ხოლმე ძნელი. და რთული და რაღაცნაირად განწყობას ეძებს სულ, იმიტომ რომ მე დესერტი ერთხი არ არის არა ვარ დესერტის კეთებელი სახლში. და ალბათ ბევრი არ არიან საქართველოში, რატომღაც დესერტს მაინდა-მაინც პატივს არ ვცემთ ხოლმე. არა და რაღაცა გვირგვინია ყველაფრის. კეთების ვარიანტი არ ვცვებ, თორე ისე მე ყველას მოაქვს რამცხები და რაღაცები და არა, ხო, მიყვარს, ხო, უბრალოდ აკეთების არა, ყველა ოჯახს აქვს თავისი რეცეპტი, ერთი რაღაცა სახლის. ვიცი რა, ეხა შეიცვალა რა. ადრე უფრო იყო, ბაი არა. ადრე უფრო რაღაცა დროის ამბავიც იყო, გონება განწყობილებაც იყო და ყველაფერი იყო. პროცესიც კარგი იყო, საყურებლათაც ბავშვებს უწონდათ რაღაცა და ასე შემდეგ. კვერცხით ცომს არა. მერე უკვე კვერცხით უცომოთ. მერიკო, აი ხლა არ შემიძლია არ თქვა, იმიტომ რომ მაქვს რეცეპტი 2 და 3 ნაირი, დედაჩემი აკეთებდა ხოლმე და ჩვენთან ოჯახში მე ძალიან დიდხანს იდო ხოლმე, იმიტომ რომ ინახება ძალიან კარგად ბურბუშელასავით და სუნი იდგა ხოლმე სახში რაღაცა გამაოგნებელი და ესეთ დიდ თეფშებზე ელაგა ხოლმე ხვოროსტი, ესე ერქვა. ხო, ეგ არის ბურბუშელა. ქუჩაში. ქართულად ბურბუშელა. რომელიც ზეთში იხარშება. წალამია. ძალიან მარტივი ცომი აქვს იმასაც. მე ნახე, ეხა ჩვენ ვეძახდით ბურბუშელას, რუსულად ხوارს და ქართულად აი ესეთ მართკუთხა იმაზე გაჭრი, შუაში ჩაჭრი და ბაფთავ ესე. აი ეხა შევთავდეთ იმას, ზებურბუშელა, ესე დავაკო. ხო, ეს იყო ძალიან გემრიელი და ძალიან კარგი და მთელი ჩემი ბავშვობის სურნელი მართლა. არ არის რთული, გავაკეთოთ. მოვაგუნდავეთ ეს ცომი. ხო რა. ეხა პატარა გააკეთე, მე ფქვილი გავუკეთე სტაფილოსი, ქუდი, ხელები, ცოცხი მისვა და სოლის ბაბუა იქ. და გვინდა რამე ფორმა. რგვალი იქნება ეს ფორმა, მოთხუთხედი, როგორც ჩვენ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რაიმე ფორმა, რაშიც ეს ცომი კარგად ჩაჯდება. მე მაინც ეს პერგამენტის ქაღალდი ჩავდე, რომ უფრო მარტივია მე ამოსაღებად, თუმცა ამ ფორმაშიც ახლა რომ მოусვათ კარაქი არ მიეკრობა. მე მაინც მეკრობა ყველანაირ ფორმაში. ხო, მაინც ჯობია რომ ის გამოიყენო პერგამენტი, ამ პერგამენტსაც უნდა კარაქი აუცილებლად. გენაცვალე, მართალი ხარ. გადმოატრიალე, გადმოვარდე. დიმიტრი, დამეხმარე, ბევრს ვაპარაკო, გაწიეს, რომ პერგამენტს მოусვა ჯერ კარგად კარაქი და მე ჩავაფინო. დიდი დახმარება კი არ მოგიჩნია ისე. თავისით ვერ გააკეთებდა ამას. და შეხედე, ხუმრები, ქათამ შეხედე, არ დავიღუპოთ, არ დაიცო. შევხედე, უთხრა რამე? მოვესწრო. 200-ზე აწიეთ ეს? არა? შენ აწიე ალბათ. არა გვიწევია. ოი! რაო. რაო და მაგრამ ხელო. ხო და გინდა ცოტა გადაუსვა. იყოს. არა, კარგად მიდის, ძალიან კარგად მიდის. კაი, დაკეთე. ეს პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც კარაქი გადაუსვით, ჩავდეთ ფორმაში. და ეხა ამ ცომს ჩავდებთ ამ ფორმაში და მივცემთ ფორმას. ფორმა რა ფორმაც არის იმის ფორმა. ფორმის ფორმა, კი. ფორმის ფორმა. სკოლის ფორმა მაგალითად. კარგად, კედლებზეც უნდა ამოვიყვანოთ. რა რომის ფორმა რა არის? გვალი რო დატოვო ხომ? ამოვკეცოთ. არა, იმიტომ რომ შიგთავსი აქვს მე რომელიც არ უნდა გადმოვარდნო. ეს უნდა გავათხელოთ კარგად. ეს მაქსიმალურად გავწიოთ კედლებზე. ეს გადავდო ხო შეიძლება, მაგრამ ეს გადადაგეთ გიხოცები. დიმიტრი, აი ეს დახმარება, პირველი დახმარება. ეს ფორმა თუ გიშლიდა ხელს ას მოიტანე გასწავლე, გადადე. რა სწავლობ და რა რა მოვიდა ამის მოცილებაზეა და ვერ გავიგე. რა სწავლობ და რას გვაწვალებ? აი. გადმოდო ეხლა? მოიცაჯე. არა, ფორმა აღარ გვინდა, ხო, როგორც ვთქვა. გვინდა. გვინდა რა მე თქონდა შევდოთ. რა დაადგინე ბაია? კარგად გავარკვევთ. ბოლოდერ შეხედეთ იმ თომის რეცეპტს. არა. გადმოდე. გადადე. ეგ არის და დიასახლის დახმარება. აბა რა გონი? გადავდო? აი მას ამ ანდეთ გადავდე რა დიშტისა. კიდე გადავდო. ეხლა ცოტა ხანი. კიდე ყველა შენი გეგმა გადადე და ჩემი გეგმა სადღამა გეგმა. ო, დიმიტრის დღეს კაი გეგმაა. ეს მაგ რამე მაქვს გრანდიოზული გეგმა. აჰა. მილად უნდა შავისო? გაგვიხილე. და ნიცისმა გაყინულო და ვისრიალო რა. და გაყინული კი არა, გაზაფხული სამინდია ისეთ თილა ეს დღე. ხოთა შორის
კვირამდე ესე არის. თუმე და მერე, თურმე, აი მერე ისეთი დათმება, ისე დათმება. დათმება? მასლა? მოგდა გინაღამ ნერულობი და ხوار ვეთყოდი ათვიდება მე. ამასა ყინები იწყება მერე? მერე ეს ფორმა მე ვთვლით ყილა. თუ სულ სხვა ფორმა მიეცი მაინცი. არა, რატო? ფორმის ფორმა. მოკლედ, ვისაც რა ფორმა გაქვთ? მაქსიმალურად ხო ეს კედლებზე ავიყვანეთ. ეს რა? არის ეს. კარგი. კაი, მე ეხლა ვაწყობთ აქ ვაშლს. ვაშლი რომელიც უკვე დაჭრილი გვაქვს, რომელსაც გადავდე მეწუთი ამას. მერი გაუთლელი. იყო. ჭირდება. მერი გაუთლელი ვხედავ. გაუთლელი ვაშლი კი გოლდენია და გოლდენი უხდება, რა ვიცი თუ ჩათვლით რომ სხვა ვაშლის მოუხდება შეგიძლიათ სხვაც მე მაგალითად ვთვლი რომ ვაურიო მწვანე და ესა ერთად უფრო მაგარი გამოვა. და ლიმონ მოსხმული არის. ლიმონი აქვს მოსხმული და ცოტა ვანილი. აი ეს ხოჩურის ნაჭრებად გავსინჯე ეს ვაშლი ლიმონ მოსხმული აი ესე ჭიდროთ აწყობ, ხო? ჭიდროთ, აი კარგად დააწექით რომ პიკანტური გემო აქვს, ხო? სულ სხვა. პიკანტო. პიკანტო. ობრაზო. ობრაზო, გუში რო იყო ტანგოში ობრაზო. ცოტა თხელი ნაჭრებით შეიძლება. ხო, მაგრამ აი ეს დიდებიც კარგი. რა მაგრა ჭეჭყა? ხო, ჭიდროთ უნდა რა. ჭიდროთ ვაწყობ კი. ნანი 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 ნანა. ჩანს. ხო, ჩანს მე მოიღე ხმაბაია. დაიგროვე და ხო ისე. არა, ძალიან კარგად ჭეჭყავს მეგობრებო. აი ეგ შეგიძლია. ენა მაქვს ჩაყლაპული. ერთი ცალი კი. მე დადიოდა ჭეჭყავე. მაწლედი დაამთავრე. შეჭყვის. აჰა. კარგად გამოვავსე. გადავდო? გადადე, აი ხა გადადე და დავიწყოთ კრემის მომზადება. კრემსაც ძალიან მარტივი რეცეპტი აქვს. ამას უნდა დავასხათ კრემი და უნდა ეს აქ იმდოს რომ კარგად დავაკვირდეთ. კრემისთვის გვჭირდება 200 გრამი არაჟანი. აი, მე თუ ყოფილი ამდენი არაჟანი. რომ ჩართვაზე რომ გაოგნებული ვიყავ. უი 2000 დავწერე. 2000 გრამი არაჟანი. 200 გრამი არაჟანი. დიახ. 180 გრამი შაქარი. გამოვიყენოთ იგივე ჭიქა და გავზომოთ შაქარი. 180, ანუ თითქმის ავსე. აუ, დამეხმარე, მოიცი რა, მომეცი კოვზი რა, მომეცი. მოდი. არ უნდა ამდენი სიტყვა. ეს არ არის მე გამითი გაჭირდება. მიდი, მიდი. უი, მოგარ. აქავარ. მე იყო ბაი ძალიან ბევრი შაქარი. ეგ არის 180 გრამია დაახლოებით. ზონაკლები იყო, მაგრამ დაახლოებით 200-ია და 200 არის პირამდე სავსე. არ გვინდა ძალიან ტკბილი რომ იყოს, მართალია, ვეთანხმები გინდა. რამდენი გრამი აკლია? 200-მდე 180. მე არ ვიცი. მე ვანილი, ცოტა ვანილი. ვანილის ჭხირებს თუ იპოვით და ჭხირებს კაი, მოფხი გამოუღებთ იმ გულს, თქვათ უკეთესი. მე გადავწყვიტე რომ ვიცოცხლო დეზერტამდე. ეს კარგად. აი, მაგას გეკითხებოდი, წეგან, სადღებელა მეთქი. სადღობელაშვილი. კიდე მე და კიდე გვჭირდება კვერცხი. ერთი ცალი კვერცხი. ეხლავე? კვერცხზე მე ვარ დღეს. ერთი სუფრის კოლზი ფქვილიც. ჩავამტრიო შეგინიეთ? მოიცა, ჯერ მასალას კარგად ავთქვიფო. აქა ვარ ყოველ შემთხვევაში. გიჟდები ზეგი ინგლისურად უწერეს. თუ მომეცი გასა. აი ამ დროს მიქსერი კარგია ხოლმე, მაგრამ ხელით ბლენდერი ჯობია. შეგვიძლია ეს რომ გავაკეთოთ. მოდი გააგრძელოთ ცოტა ხანი თქვა უნდა მე ქათამ შევხედო. კვერცხი ჩავახალოთ რა? ჯერ არა. ქათამს არაფერი შეხედო არ უნდა გეთქვა რომ დაიღალე ეხა. რა თუ უნდა ეს ისინი აი ქათამ შევხედო ამას შევხედო. თუ გავიცი. ჩარა. მიდი. quickly არ უწერია იქ ველში. very quickly. რო ხოდა მე შენადგას არ ვიქნებოდი აქ ესე ახლო. რო დადო ესებში უფრო კარგი ადვილდება. მარტო ერთი ხელი დაგეღლება, ხო ორივე გეღლება. ჩაური. აი. ეს რა არ დაიწვი? არა. სრალ სილამაზეა უკან. ავდექი. მაცალე ეცა. აი, მიდი თუ გინდა. ხო. კვერცხი ჩავახალო მერიკო. კვერცხი ჩაახალე და გააგრძელე რევა თუ შეიძლება. ხო. ჩავჭრით ნახავარი. მე შენ ჩამაგდებინე ახლა, ხო ისი? რატო? მე თუ მომარცხი. რა მოგერტყი? სადღებელა. მოგლი კარგი იყო მახსოვს რაღაც ბოშუბაში მე არ მიყვარდა რა. არა, მე საერთოდ არ მიჭამია, მაგრამ კარგი იყო. რაღაც ისეთი გამოიყურება, რომ თითქოს ზათ უნდა იყოს. ზად არის. მართლა? ეს მესამე ბლოკის აწმენდია უგუნ.
თან ცოტა ხანი გიჟე. და ამ დესერტს რამდენი ხანი უნდა მერიკო? დესერტს უნდა დაახლოებით 40 წუთი. ვერ მეესწრებში. ახას ვერ მევესწრები. უნდა გაცეცხლდეს, ხო მერი? ანდერძი დავწეროთ ძიმა. ვინც მოესწრება იმათთვის? ჩემ დესერტს უტოვებ. შენ საყვარელ ოჯახის. მოიცა მე გამოვშჩა, რატო უნდა ხუთმა კაცმა რატო უნდა აკეთოს ეს ხელითო? მათ ცოტა ლიმონს შაგიწურავ, ნინო. სახში თუ გვაქვსო მიქსერიო, ჩავყოთ ვარ შეიძლებაო? კი რა. არა, ხელითაც შეიძლებაო, ესეთი იყო. ხო და ტყილია ის რომ ხელით ათქვეფილი მაინც სულ სხვა არის და ხო, თუმცა ყველგან, მე არ ვიცი საქართველოში უფრო სწორად არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ყველგან უცხოეთში რესტორნებში, საკონდიტროებში მუშაობენ ხელით. წვალება უყავთ. არა, მაგრამ მუშაობენ ხელით. ალბათ სობრემო მიქსერი მოიგონდა, რატომ მითხარ? რა ვიცი, ალბათ უფრო ეფექტურები არიან თვითონ ხელით უმუშაობენ. აი, კერძი სახელი მოვიფიქრე. თუ მე ეს არის? მე გოგუბედაცისგან. კერძი თუ მე ეს არის, მე გოგუბედაცისგან. რა უნდა იყოს ეს? ცოტა ის რო ხო, კარგია, ესე უნდა იყოს. ახლა მოდი დავასხათ ამ ფორმაზე. ეს იმდენი ისო. სურო დაფაროს. სულძალიან დას. მართლა გაუნდები. მოლოთვაია. ისე გაიხარდა ჩემი სტუმრობა პარასკევობით რომ. როგორ? მაგ ფქვილი ჩავყარეთ? ჩავყარეთ კი. კი ჩავყარეთ 180 გრამი. რომელიც არ იყო მთლად 180. კარგი, გადამაყოლებ 17 გრამს. კარგად ცლიანად სიფარება. დღეს დასვენების დღე მას. ცლიანად. აი დედა. ნაპირები ნაპირები რო არ არის ხოლმე არ მიყვარს. მე მაგალითად ბავშვებისთვის ამოვარჩევდი რაღაც სხვადასხვა ფორმებს, ვარსკვლავების დათვებს, ხო არის? კი, რა არის? ნაძვის ხის ფორმებია, ლამაზი. კი. თოვლის ბაბუის. კი, საახალწლო ფორმები. აი ესე გადავასხით და უკვე ეს ახლა წავა. ჯუჯებში ესეც 40 წუთი 180 გრადუსზე. ამდენი რატო სჭირდება? ასე როგორ მიდის, იცი ამბავი? იმიტომ რომ სჭირდება. სომს ხო დროს თუ კარგავ მერი. სომის მორევა არ არის აბი. აჰა. გული მიწება ის ცირდება. ეს ცოტა ხანი უნდა დავასვენოთ, იმიტომ რომ ხორცი როგორც წესი უნდა დაასვენო, რომ გამოიღებ ღუმელიდან ეგრევე არ უნდა გაჭრა, თორემ მთელი წვენები გამოვა და მე დარჩები მშრალი ხორცით, ეს მე მეგონა ვიცოდით, გერჯერ გვაქვს შორის სადაც 10 წუთი, 15 წუთი ჯობია რომ დავასვენოთ, ასე რომ რეკლამის დროს შეგვიძლია. სხვადასხვა ჩვენს გვინდა ცოტა შევისვენოთ. რეკლამა. და მოვალთ მალე.